მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შუადღე მშვიდობისა 13 საათი შესრულდა სრულიად საქართველოში. მეგატივის პირდაპირ ეთერში გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო. დღეს პარასკევია და ძალიან საინტერესო და კარგი კეთილი ტრადიციის გაგრძელება გვაქვს პირდაპირ ეთერში. კინოსხე გვაქვს, ზალ ხონელიძე გვეწია, ამჯერად მარტო. მოგესალმებით ზალ, როგორ ხარ? გამარჯვებას მოგიძღვნით, კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? მადლობა, ვცდილობ იყო კარგად და მიხარია რომ ისევ გხედავ ჩვენს სივრცეში და სტუდიაში. კარგად გამყოფოთ ღმერთმა. ზალ, მიხარია ასევე ისიც რომ ეს თქვათ ფილმების განხილვა, რომელსაც აგერ უკვე მე რამდენი წელია ვეწევით, ისევ დადგა დღის წესრიგში და ვისურვებ, რომ ხშირად არ დავივიწყოთ რა, მოკლედ ხშირად განვიხილოთ ესა თუ ის ფილმი, რომელიც ლეგენდაა, რომელიც შეიძლება იყოს მივიწყებული, ან ცინცხალი და ახალი, მიხარია რომ ისევ დაიწყოს. ან შეიძლება ისეთი ფილმია, რომელიც არ არის დაფასებული და ჩვენ დავაფასოთ. ხო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი ხა რა კუთხით. ერთი ალბათ რომ თვითკმაყოფილებას ეწევი, რაღაც ფილმი აღმოჩინე და შეიძლება სხვას მიაწვდენო ხმა, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ტრაგედია. თუმცა ვფიქრობ, ნებისმიერ ფილმში შეიძლება რაღაც დედააზრი იყოს და სასიკეთო, ესე რომ ვთქვათ, სასიკეთო ძვრები აღძრას ჩვენში ფილმის ყურების დროს და თან კიდე გააჩნია როგორ უცქერ ამ ფილმს. კი ბატონო, არ მგონია. ხო, არ მგონია რომ ვინმეს ისეთი ფილმი გადაეღოს, რომელიც რაღაც შინაარს არ შეიცავდა, განსაკუთრებით უსპეცეფექტო ფილმებზეა საუბარი. კი. თან ყოველთვის ამბობ, რომ ფილმები გვაკეთილშობილებენ, მეც ცდილობენ ყოველთვის. ხო, ცდილობენ გაგვაკეთილშობილონ, მეც ვიზიარებ თქვენს პათოსს და მოდი გადავიდეთ ფილმზე, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემს ანგარიშზეა და მადლობა რომ დამეთანხმდა რაღაც წინააღმდეგობები არ ყოფილა თქვენი მხრიდან. ეს არის შეშლილთა კუნძული, ძალიან საინტერესო ფილმი, იდუმალი ფილმი, ძალიან რთული ფილმი და ეს რეჟისორის, ესე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში თავნებობა რომ დაგვაფიქროს და ჩვენ დაგვიტოვოს არჩევანის თავისუფლება, რა შეიძლება იქედან იყოს სიმართლე ან არა. მოკლედ, რამდენჯერ გაქვს ეს ფილმი ნანახი? დაახლოებით 3-4 ჯერ მაქვს ნანახი და ერთხელ კიდევ ვუყურე და გადაიმეორე, ხო? ხო, სულ არის, შეიძლება ჩემი თქვა დაკვირვების ბრალია, მაგრამ სულ რაღაც ახალ-ახალს აღმოვაჩენ ხოლმე და კიდევ უფრო მეტად ვაკვირდები დეტალებს. ყოველი ახალი ნახვისას და ბევრ ფილმთან მიმართებაში მემართება ასე მაგალითად. თუმცა ეს ფილმი მაინც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია, რომელიც ტოვებს კითხვის ნიშნებს დასრულების შემდეგ. გიყვარს ეს კითხვის ნიშნები, რომელსაც რეჟისორები გვიტოვებენ? კი, ასეთი ფილმების მოტრფიალე ვარ, სადაც წინასწარ არ არის განსაზღვრული ამა თუ იმ პერსონაჟის მომავალი და უფრო მეტად ვფიქრობ და ვცდილობ ჩავწვდე რა მოხდება ბოლოს. თქვენ სიარგლის საზოგადოების ნაწილს გულისხმობ, ყოველთვის არიან ესეთი ადამიანები, რომელსაც ფილმები უყვართ, ინტელექტუალური თამაშები უყვართ. ანუ ამ ფილმის სიარგლით უყოფილა მსჯელობა თქვენს მეგობრებთან, ახლობლებთან? არაერთი შეკითხვაც ყოფილა აი ამ ფილმთან დაკავშირებით, არის ხოლმე შეკითხვები, როდესაც მაგალითად აი ამ ფილმის სათაური არის გამოყენებული და შეკითხვის ერთი ნაწილი მოიცავს სხვა შინაარს, ხოლო მეორე ნაწილი სხვა შინაარს და შემდეგ სათაურები ემთხვევა ერთმანეთს და არაერთხელ ყოფილა შეშლილთა კუნძულზე საუბარი მაგალითად. კარგი. მოდი დავიწყოთ ახლა ფილმის